გამარჯობა. ყველას მოგესალმებათ მაია დეიდა. ჩვენი ისტორიის სახელწოდებაა რა არის ეს? სამახსოვრო მუხლი კი დაწერილია ესაიას წიგნის 58 თავის მე-13 და მე-14 მუხლში, სადაც კითხულობთ: თუ უწოდებ შაბათს შვებას, უფლის წმინდა დღეს, მაშინ გაიხარებ უფალში. დღევანდელი ისტორიით უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს, როდესაც სიხარულით ვიცავთ შაბათს. მეგობრებო, იცით როგორია უდაბნო? დღისით იქ ძალიან ცხელა, ხოლო ღამით ცივა. ირგვლივ მხოლოდ ქვიშაა და თითქმის არაფერი იზრდება. განაშესაძლებელია ასეთ ადგილას საკვების პოვნა. ისრაელიანები უდაბნოში ხეტიალობდნენ და საკვები თითქმის აღარ ჰქონდათ. როგორ ფიქრობთ, რა მოიმოქმედეს მათ? ღმერთი ყოველ მხრივ ზრუნავდა ისრაელიანებზე. ის წინ უძღოდა მათ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად და ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა შეძლებოდათ სიარული დღისითა და ღამით. ასევე მან გაათავისუფლა ისინი ეგვიპტიდან და გაანადგურა მათი მტრები წითელ ზღვაში. მიუხედავად ამისა, ისრაელიანები შფოთვა მოიცვა. 6 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა. საჭმელი, რომელიც მათთან ჰქონდათ, თითქმის გაუთავდათ. ეგვიპტეში ჩვენ საკვებად ჰქონდა ყველაფერი, რასაც კი მოვისურვებდით. ბუზღუნებდნენ ისინი. ხოლო აქ, ამ უდაბნოში, ჩვენ შიმშილით ამოვწყდებით. შესჩივლეს ისრაელიანებმა მოსეს. რასაკვირველია, ღმერთს არ ჰქონდა განზრახული მათი შიმშილით სიკვდილი. ზეციდან პურს ვაწვიმებ თქვენთვის, უთხრა ღმერთმა მოსეს. ყოველ დილით ნახავთ მას. გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა, მაგრამ მათ არ უნდა შეინახონ ის მეორე დღემდე. სურს ისინი გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი რჯულით. მართლაც, მეორე დილით ნახეს, რომ უდაბნო დაფარული იყო რაღაც წვრილი, ხაოიანი, ჭირხლის მსგავსით. ხალხი გაკვირვებული იყო. რა არის ეს? ეკითხებოდნენ ერთმანეთს. ეს პურია, რომელიც უფალმა მოგცათ საკვებად. აკრიფეთ იგი, მაგრამ დღესვე ჭამეთ, ნურავინ მოირჩენთ იქიდან დილამდე. და უწოდა ხალხმა ამ პურს მანანა, რაც ნიშნავდა, რა არის ეს? მათ მოაგროვეს მანანა და დააგემოვნეს. მას თაფლივით ტკბილი გემო ჰქონდა, იმდენი იყო, რომ ყველასთვის საკმარისი აღმოჩნდა. მაგრამ როგორც კი მზე დააცხუნებდა, მიწაზე დარჩენილი მანანა დნებოდა. ყველამ აკრიფა მანანა, ზოგმა ბევრი და ზოგმა ცოტა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენს აგროვებდნენ, ყველას იმდენი აღმოაჩნდა, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა. როგორც ღმერთმა თქვა, ნურავინ მოირჩენთ იქიდან დილამდე, გააფრთხილა მოსემ. მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე დაიტოვეს. დაეხვია ნარჩენებს მატლი და ამყრალდა. მე-6 დღეს სხვა მითითება მიიღეს ისრაელიანებმა. დღეს თქვენ ორჯერ მეტი მანანა უნდა მოაგროვოთ. თქვა მოსემ. ხვალ უქმია უფლის წმინდა შაბათი. დილით მანანას ვეღარ ნახავთ მიწაზე. ამიტომ დღეს ორჯერ მეტი მოაგროვეთ და მოხარშეთ ან შეწვით. ხოლო რაც მოგრჩებათ, დილისთვის შეინახეთ. მათაც მოიტოვეს შაბათისთვის, როგორც ბრძანა მოსემ, და მატლი არ გასჩენია მანანას. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც პარასკევს არ მოაგროვეს ორჯერ მეტი მანანა და შაბათს საკვების გარეშე დარჩნენ. ამით კი სერიოზული გაკვეთილი მიიღეს. შაბათის დილას ვეღარ ნახეს მანანა, არც მომდენო შაბათებს იყო. როდემდე უნდა არღვევდეთ ჩემს მცნებებსა და რჯულს, კითხა ღმერთმა მოსეს. ზეციური მანანას შესახებ ისტორია გვასწავლის ორ რამეს. პირველ რიგში ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს, როდესაც ვემორჩილებით მას. მეორეც უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის ყველაფერი. მისი გეგმები ყოველთვის სასიკეთოა ჩვენთვის. მისი სიტყვისადმი მორჩილება ერთადერთი გზაა ჩვენი ბედნიერებისთვის. ისრაელიანებს გარკვეული დრო დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ მანანასთან დაკავშირებით საჭირო იყო ღვთის მითითებების შესრულება. საბოლოოდ მათ გააცნობიერეს ეს და სწორადაც მოიქცნენ, რადგან ამ პურით კვებავდა ღმერთი მათ უდაბნოში, მთელი 40 წლის განმავლობაში. მათ ასევე გაიგეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო შაბათი. ღმერთს სურდა, რომ ისრაელიანებისთვის და ასევე ჩვენთვისაც
ეს დღე ყოფილიყო განსაკუთრებული, სხვა დღეებისგან გამორჩეული. როცა ისრაელიანები შაბათს იცავდნენ და ამ დღეს მანანა შეგროვებით აღარ იყვნენ დაკავებულნი, ამით ისინი ღმერთის სიყვარულსა და მორჩილებას ავლენდნენ. ასეთი მორჩილებით კი ისინი ღმერთს განადიდებდნენ.